სოფი მოკლედ რომ გითხარი ბარი გაიხსნა მეთქი იქ შეიძლება საღამოობით ვიმღერო ხოლმე ის შემხვდა ლიფტში თავი? მე რა ისე მართლა თავდაჭერილი ყოფილა ხო იცი? გეუბნები რა სხვანაირი ვიღაცა გეუბნები ახლა შემოგთავაზე ოე! ვერ გავიგე. ოე! რა ოეს შუაგე? ამაგე. მოტრებ! ერთი აგად მომხედე რა. რა ბიჭო? ღვიძლი მტკივა რა, აი ღვიძლი აქ. მანდა რა უნდა ღვიძლს? ლაშა. ხო და აქ რო არ უნდა და აქ რომ აქ მაგიტომ მტკივა. შენ მომისმინე ისე რატო გტკივა ეგრე რატო ხარ? იმიტომ რომ არასწორი სტრატეგია ქონა შერჩეული, გაიგე? რო დადექი და რო იქერა ხელს უაზრო. ოტა მისხე რა გჭირს ბიჭო, ჰა? გაიგე შენ ისი ბრალია? ბოლო მაგას თავი განები ამ სიმძიმე ხარ და ადექი და რა უნდა გექნა ის უნდა გაგორებულიყავი იატაკზე და 5 კაც მაინც გასრესდი, აბა? უაზროთ რო იქერები მაგ ხელს. მე კიდე თავი მტკივა საშინლად. შენ თავში მოგარტყეს გია? არა, გუშინ ხო აურიე ლუდი და არაყი ერთმანეთში და არა გია. მაგის ბრალი შენ მარტო ლუდი და არაყი არ აგივე ერთმანეთში. იქ ერთ მომენტში ჩხუბის დრო შეგეშალა და ლაშას უკნან კეფა შეგლიჯე მუშტი შემთხვევით, აბა? ხო, აბა. ატა, შენ არა ხარ ნაცემი ამდენს რო ჭიკჭიკებ, ჰა? რას როგორ არა ვარ, ნაცემი ვარ, აბა, როგორ არა ვარ ნაცემი. ეს არაფერი არ გაწყვობა და. გია, ეგ იმიტომ რომ ექიმმა მითხრა რომ ფარულის სისხლჩაქცევები გაქვს შენო და ესე არ ჩანსო, ხდები? და სხვათა შორის იმაზე უარესი ყოფილა ვიდრე თქვენ ჭკირთ ახლა, აბა? სიმართლე გითხრა ჩხუბის დრო შენ ვერსაც ვერ შეგამჩნიე. გია, კარგი ეხლა რა, ეგ იმიტომ რომ მე ისე სწრაფად მოძრაობდი რომ შეუიარაღებელი თვალი ცოტა ძნელი იყო ჩემი შემჩნევა, ხდები რას ვიზახი? აბა, რას კი არ შეგიმჩნევი ხარ, რომ ავდექი ვერ დაინახე და რომ მივცხე ერთი ფეხი ერს, ჰა? მე მეორეს რომ მეორე მივცხე. მე ეს ხელი მესამეს რომ მივცხე და ეს მეოთხეს რომ მივცხე, რას კი ვერ დამინახეთ, ჰა? ატა. აი, სულ სამნი იყვნენ. ხო. არა, ლაშა ეგ სამნი გასაგებია, მაგრამ აი რომელიც ყველაზე მძიმეთ იყო, ხო ხტები იმას მოხდა ორჯერ რა. ხტები რა. ხო, მე სხვათა შორის რო ჩხუბობდი, მაგრამ ხო ჩხუბობ და მე უსფათ უკნა ვინმე ხო არ გვეპარებეთ კი რო ავხტი ესე ჰაერში ხო გავჩერდი არა. მოვიხედი არავინ არ იყო დავეშვი ისევ და გავაგზავნე ჩხუბი, აბა. აბა. ეს ამდენი ხანი ჰაერში იყავი? ლაშა, მე მსუბუქი ვარ, ლაშა, მსუბუქი. არა ხარ შენ ნორმალური მსუბუქი კი არა, ნორმალური არა ხარ შენ. არა ისე გია. ჩვენ ხო კარგად გჟეჟეს. მაგრამ იმათაც კარგად მოხდათ ის. აბა რა გინდოდათ ისე რას ერჩოდით იმ ზორბა ტიპს, ჰა? საწყაი თქვენს გამო სულ ხელის თითები ქონა დასიებული ადამიანს. რა გინდოდათ? რა გინდა ადამიანი იქნებს ხელებს, ხო რას უშვერ ამ სახეს გაიწიე იქით რა რას ისე სიმართლე გითხრა მე. ბევრი არაფერი კი არ მახსოვს ისე კარგად. ერთი მახსოვს. დავიღრიალე ლაშას არ დაარტყათ, მე დამარტყით მეთქი. ხო. რა გითხეს მე გია? მე მახსოვს რომ ექიმი ამბობდა მე მგონი გადარჩებაო. არა ისე გია აი მზორბა ტიპს ერთი კარგად კი მოვცხე რა. მაგრამ აი მან შევწდი რომ მოვცხე.
ვიდრე ჩვენ როგორ ავართ ეს ვიცით, მაგრამ ნეტა ისინი როგორ არიან, ა? ისინი თურმე ისე დღეში არიან გია წარმოიდგინო რომ საავტომობილში კი არ წაიყვანეს. საავტომობილში აღარ წაიყვან, აზრი არა აქვს და ეგრევე რესტორანში წავიდნენ საკეიფო. აბა ეგრევე. საქსებავები. რა დღეში არის როგორ მეწოდებიან ეხლა ოზიან და კეიფობენ. ლაშა, რამდენი იყვნენ ესე სულ? სულ გეტყვი ახლა. 3 იყვნენ თავიდან. მე 4 დაემატა, სულ 7. 7 იყო, იმიტომ რომ ტანსაცმელზე 7 განსხვავებული ნაფეხური ვნახე. რაგაცინებს თავზე 8 ნაკერი იმადებს. ასეთ დროს ცოტა მეტი სერიოზულობა გმართებს რა. სერიოზულობა კი ბატონო, იყო სერიოზულობა. მოდი მაშინ ესე გავაკეთოთ. ეხლა ამ ჩხუბს რამე პოლიტიკური ელფერი ხო არ მივცეთ ჩვენ, ჰა? კარგი რა პოლიტიკური ელფერია. მომისმინე გი ერთი წუთი. მოდი ვთქვათ, რომ ვითომ ეხლა ჩვენ პოლიტიკური ნიშნით თავს დაგვესხნენ. და სასტიკად გვცემეს, ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ხო ხტები? მე კომპენსაციის სახით მოვითხოვოთ, ან ფული მოვითხოვოთ, ან დაწინაურება მოვითხოვოთ, ან რა ვიცი, 1-3 კვირით ეგვიპტეში 3 კაცი, ჰა? რა ვიცი მე, ყველა ეგრე იქცევა და ჩვენ რო ეგრე ვქნათ, რა მოხდება? დიალოგ რაღაცებს ერთი პოლიტიკური ნიშნით არა იმ გადი დაუძახე ეგ თავს დაუძახე. რა იყო, სულად ხო ახლა? დაუძახე ეგ თავს. რა გჭირს რა? დაუძახე მეთქი გთხო. მივხვდი ხო, კარგი რა იყო, მივდივარ ხო. გია შენცაც ხო არ დაუძახო? დაუძახე, ხო, დაუძახე. კარგი, ერთი წუთი ეხლავე დაუძახე. ისა თქვენ მე-11 პალატაში ვინმე შემოვიდეს რა ლაშას ფისი უნდა? მოხვედით ეკლა. აიყო რა სახე ჩამოგტირის. შენ ხო არ გცემეს? ბარში ვიყავი. მერე? რა არა გიყვანეს? ამიყვანეს ელენე პირიქით. ელენე ისეთი ცუდი ბარია, ისეთი ცუდი ბარია. კარგი თეკლა ხა ნუ დაიწყე შენებურად გაბუქება. არა, ისეთი ცუდი ბარია, ვერც ვაბუქებ. თეკლა პირობები როგორია? რა ვიცი ელენე, მენეჯერმა მითხრა, შემოდგომამდე ბარს არავის დავანგრევინებ და მერე ვნახოთ. კარგი თეკლა არა უშავს, მთავარია რომ სიმღერაში ფულს გიხდიან. ხო გიხდიან. თავიდან არა, მაგრამ მენეჯერმა მითხრა, თუ შემოდგომამდე ვალებიდან ამოვა ბარი და თან თუ არ დაანგრევენ კი. თეკლა, მაგ გიტარით უნდა იმღერო? ხო. ელექტროგიტარას დაუკარი, უფრო ეფექტური იქნება. არა ნიკა, ელექტროგიტარაზე ვერ დავუკრავი, ძალიან დაბალი ძაბვა. და შეიძლება მთელ შენობას გაეთიშოს დენი. თეკლა და ტერიტორიულად სად არის? ყაზბეგზე. უიმე, საბურთალოზე რა გინდა თეკლა, კარგი ადგილია. თიკა ყაზბეგის ქუჩაზე. კოჯრისკენ არის, კოჯრის გზაზე რომ მიდიხარ. მაინც მაგბარში უნდა იმღერო? ხო ნიკა, აბა სად ვიმღერო? აი ჩვენს ქვევით რომ ქართველების საცხობია მან. ან მაგის გვერდით რომ თონია იქ. რო იყო, იცი რა კარგი რაჭველი ბიჭი მუშაობს იმ თონეში. კარგი ნიკა, კარგი რა. უი, ლაშა როგორ არის? დედამ თქვა 2 დღეში გამოწერინო, მაგრამ მე სკოლაში ვთქვი 2 კვირა უნდა იწვეს და ყველა თავზე უნდა ვადგეს თქო. 2 კვირას განახებ ნიკა მე შენ. თეკლა მოიხსენია გიტარა და დამეხმარე ჩალაგებაში. აუ თეკლა, დედას არ მივყავარ და შენს თხოვე რა მეც რო წამომიყვანო საავადმყოფოში. ნიკა რა გინდა შენ იქ? დავცინებ ლაშაბიძიას. კარგი ელენე, წამოვიდეს, ცოდოა ბავშვი, დასცინებს ლაშას. ხო, კარგი ნიკა, წამოდი. თეკლა? ეს არაჟანი გაფუჭებულია? მგონი კი ელენე, მაგრამ არა უშავს, მაინც საავადმყოფოშია და ბარემ მიხედავენ. თეკლა, დედა არ მიყვება და შენ მაინც მომიყევი, როგორც ჩხუბი იყო. დაჯექი ნიკა. ისინი ასნი იყვნენ. ხო. კბილებამდე შეიარაღებულები. ესენი 3 იყვნენ.
თეკლა იმათ მხარეს რო აბუქე, მაგრამ ჩვენი მხარეც გააბუქე და თქვი რომ 10 ლაშა, 4 პატა და 6 გია იყო. კარგი, მოკნეთ, ისინი სამნი იყვნენ, მერე ვიღაცები შეემატნენ, მერე პატამ და ლაშამ ჩხუბი წამოიწყეს, მერე გიაც შეუერთდა და გია და ლაშა მაგრაცემეს. და პატა სად იყო? არ ვიცი, რატომ მეკითხები? რა ვიცი, მაგ ჩხუბის დროს მე დამირეკა და დიდხანს კიოდა. მე გავუწევი. მე დავინახე სცენის გვერდზე პატარა მუყაოს ხუთი რო იყო, იქ იყო ჩამძვრალი პატა, მაგრამ აი ამ ხელაკაცი იქ როგორ ჩაეტია ვერ ხვდა. ისე ერთს მეც მოვარტყი. ერთი ბიჭი იყო ილიას გავდა და გოგოებო, გამარჯობათ. მე მზათა ვარ. წავიდეთ? ეს საჭმელებია. ნუ გეშინიათ? ამდენი? ნუ გეშინიათ. ერთი ამდენი უკვე გავაგზავნე. აი ჩვენს ჩავალაგებ და წავიდეთ. გია როგორ არის? არა უშავს, ნეკნი ამს გაბზარული. და ადრიან გაზაფხულზე ნეკნის გაბზარება რა საშინელებაცაა კი იცით? კი. ლაშა, ყოფილა სტეიკივით. რა სტეიკივით? დაბეგვილია და დევს. ლიფტ გამოვიძახებ, გარეთ დაგელოდებით. თეკლა გამომართვი ეს და ჩადე, მიდი მომეხმარე. კარგი. ელენე, რა არის ეს, რა წყალწყალა საჭმელებია? ლაშამ თქვა ისეთი დაჟეჟილი ვარ, რომ ღეჭვის თავი არ მაქვსო და რამე ესეთი თხელი საჭმელი გამიკეთო. მიდი ჩადე. ნიკა, მიდი შენ მოემზადე, თორე გვაგვიანდება. ფოტოაპარატს ავიღებ და ჩამოვა. ნიკა, რა გინდა ფოტოაპარატი? დაურჯებულა შევიდე სურათები ხო უნდა გადავიღო. ხო, ნიკა, მართალი ხარ, გადავიღე და მერე მეც გადმომიწერე. აი. ხარ? რაც არ ამისას, რომ მტკივან ნეკნები. ლაშა სად არის? ლაშას თურმე თეატრის ოპერაცია უნდა გავუყით, უნდა სხვა პალატაში გადაიყვანოს. რას მეუბნები? აი საჭმელები მოგიტანე. ბაჟე, აჯებ სანდალი შემწვარი წევა. რა კარგია. მინდა რა გაშალე სიფრა შია. ხო, კია, იმისთვის კი არ მოვიტანე რომ შენ ჭამო. იდოს აქ და სანახავად რომ მოვა, ვინმე ხო უნდა იყოს რამე. აბარა. პალატაში ბაჟე ხომ უნდა იყოს, ეს როგორ იქნება? აი, არ მოწევ, ნუ მოწევ და ცოტა მაშინ ჩამისხრი რა, უთხარ წუთვანე მოვიტანე და ბაჟე ჩამისხრი რა ძალიან. მაიმუნო, ბავშვებიდან ხო არ იყვნენ რომელიმე? კი, ბექა იყო, არა მე მეძინა. აბა რა იცი რომ ბექა იყო? Facebook-ზე ვნახე სტატუსი დაუდია. ვიყავი მამასთან საავადმყოფოში, წერტილი D. ამაგიჟებს ეს ბავშვი თავის Facebook-ით. აი ეს წიგნი მოგიტანე. ამის კი ამის წაკითხვას როგორ მოასწრებ? მოეცგაც მომჩი. ეს არის. კი. ისმენე ეხლა იმას ერთი ფეხი არ აქვს და ყანყალებს საკეთე კიდე შეუღუდე რა, თუ გამაგიჟებ. ნახე. სახში რა ხდება ეს მითხარი? აი მე არ ვიცი არაფერი ძალიან დავიღალე საჭმელები გავაკეთე და გამოვიქეცი. ისე რეზიკოსთვის არ მithქვებს შენი ამბავი. ხო, მართალი ხარ, არ უთხრა თორე გაგიჟდება. გამოვა და მე თვითონ დაველაპარაკები. ია. ისე არ გწვენია ამ ხელაკაცი იმ თითისტოლა ბიჭებში რომ შევარდი და რომ იჩხუბე. არა, არ მწვენია. არა ხო? არა. იმისის არ გწვენია ის თითისტოლა ბიჭება ისე რომ გწევეს რომ აქ მოხვდი. თითისტოლა. არა, არც მაგის არ მწვენია. თუმცა მტკივა. სამსახურიდან ხომ არ დაურეგიათ? კი, დარეგეს. ხო არ შეგარწმენდი ახლა და ხო არ ვეთყოდი იჩხუბათ ხო? მე ვთხარი ისე დათვრა დაეცა ნეკნი გაიტეხა და საავადმყოფოშია თქვა. ოჩახ. მაგარი რამე მოგიფიქრებია. თავაწეული შევა სამსახურში. რა თვითონ ახლა ეს საავადმყოფო რა? არაფერი ისე არ მტკივა მართლა. ზედმეტი ხარჯია, მეტი არაფერი. უი, გია, მაგაზე არ ინერვიულო. ლევანმა შენი მკურნალობის ხარჯები უკვე დაფარა. ო, ლევანმა მიხდის ფულს? კარგი არ დაიწყო რა. ოხნეტა უფრო მაგრად ვეცე, მე რა უფრო მეტი ხარჯი ექნებოდა. სხვათა
შორის დიანამ დარეკა გუშინ. მომიკითხა, მადლობა. არა, არ მოგიკითხა. მთელი ღამე ლაშაზე მელაპარაკებოდა. მერე გამთენი ისას. მითხრა რომ ხვალ დაგირეკაო და გიაზე ვილაპარაკოთო. ძალიან კარგი. ესე იგი ამაღამაც ქონიათ საქმე. გამარჯობათ. გამარჯობათ. გაგიმარჯოს? არა, კარგად ვარ. არა, მადლობთ, რასაკვირველია დავლევ. დიდი მადლობა, კარგად ზონებოდეთ. ყველა შეკითხვაზე წინასწარ გაგესით პასუხი, ასე რომ არაფერი არ გვჭირდება, შეგიძლიათ დავთხოვოთ. მარინა? არ მითხრა რომ შენახარ. ვაიმე თაზო? როგორ ხარ? მოცვალ. კი, აიცი ეს ვინ არის? ის თაზო ადამია. ამასაც დამავიწყებს. შენი ძველი სიყვარული და შენი დიდებული ძმის ლევანოვას მაკაცი. ხედავ როგორ ხსომები ვარ. კი. აბა აქ რა მოგიყვანაგია? ესეთი არაფერია. ბავშვის კატა ავიდა ხეზე. იქიდან რომ ჩამომყავდა, ხო აი ჩამოყალისას ნეკნი მეგონი გავიტეხე ნეკნი. ეთყობა ძალიან დიდი თათები ქონია იმ კატას. ასე რომ დაჯეჟა. და ბავშვი ეს ბოლო ვინც დარჩა, ესე დავაგდე და ვზიზგნიდი ესე ზევიდან, ხო და ბიძა შენი რა მაგარი ბიძა ყავს შენ რო იცოდი. ეხა ამ რო გაიგო, ხო ის ჩხუბიაო. რო გაიგო ჩხუბიაო და წამოხტა და 1 2 ნაბიჯი რო გადადგა, ხო ხტები, დაიღალა მე. დაიღალა და აი ესე დაჯდა და სულ დამჯდა სუტყეს კეფაში უკრიდა, რა ეს უყაფურება. და იცი რა მაგარი იყო. ფაქტიურად მე ვჩხუბობდი მარტო, აბა. ფაქტიურად მარტო მე ვიჩხუბე, მართლა გეუბნები. რა შენი ჩხუბე მარტო, რა შენი ჩხუბე, მე და გიერას ვაკეთებით ახლა. ხო გითხარი ლაშა, თქვენ გირწყავდნენ მეთქი. კარგი ლაშაბიძე, ნუ ნერვიულობ, ქორწილამდე მოგირჩევა. ნუ შენ შეიძლება ვერ მოასწრო, მაგრამ ისე კიდე კაი დანა რო არ ქონდათ. აბა ბავშვი, მართლა დანა რო ქონდათ, ხა ამის რო დანა დაგეტყე, ხო ჩაიჩუტებოდა ბავშვი. და გეყოფა. კარგი, შუმათ. რატა მეთქი? კარგი. ნიკა სად არის ელენე? ექიმს ელაპარაკება. ეს რა არის? ეს ქუდია, თავზე დაიფარე, აბა მით. კარგი რა იყო რა ხჭის. აბა რა შვები? ლაშა, რამე ხوار გატახე. რამე არა, ვინმე? ატა. რა პაატა ელენე, რა მაიმუნის შვილი ყავს, რა არის? ერთი წუთი ვერ გავაჩერეთ რა, რა ხჭის ვერ გავიგე. ლაშა, ნერვიულობ ოპერაციაზე. რა ვიცი ელენე რა. რა ოპერაცია უნდა გაიკეთო ლაშაბიძე? თიაქრის. ხო ელენე, ეს მინდოდა კიდე, ეს მინდოდა. კარგი ლაშა, ნუ ნერვიულობ, მარტივი ოპერაცია. რა კიდე ისე ამას თელის ხორება თიაქარი არა, აქ მაინც შეხედე რა ხედა ისე. არა უსწრებს ასე გაიგეთებენ ოპერაციას, მუცესაც მოგაჭრია, თიაქარსაც და დარჩები ესეთი. ეს ნორმალური რომ მე არ გიჯერა თქვენ. ლაშაბიძე, ოპერაციას გაიკეთებენ, უნდა გაგჭრან მუცელზე. კი. ვაა, რა მაგარი, და შეიძლება უყურო. არა ნიკა, არ შეიძლება. და რო გაჭრიან მე რა სიზამე? რა სიზამე ბავშვი, ამოიყვანენ წითელ ქუდას. რა ვიცი. წითელ ქუდას მე ამოიყვანენ ბებიას და რა ვიცი კიდე რამდენი ვიღაცა იყოლება შეჭმული ნახე რამდენი შეჭმული. აუდე გეხვეწები რა, მარტო წითელ ქუდაზე ვიქნები და მე ბებიაზე გამოვაკე. არა ნიკა, ახლა არა. აბა როდის? დიდი ბიჭი რო გაიზდები, უნივერსიტეტში რო ჩააბარებ ექიმი რომ გამოხვალ, მე ნახე. უცრის გაჭრის ყურებისთვის აქვს უნდა ვისწავლო რა უბედურება. კარგი ბავშვი, შენ არ ინერვიულობ. მომისმინე, შენ თუ გინდა მე გლანდები მაქვს გამოსაჭრელი და გაჩვენე. მოდი. შენ როგორ ახარ მარინა? რა ვიცი. რამდენი წელი გავიდა რა? ისე სულ არ შეცვლი ხარ. აი მე თაზო რას ამბობ, დავბერდი. ხას ხომ არ გისვლით? თუ რამეა გაგორდები რამენაირად. ტკივილები გააქვს? არა კაცო რა ტკივილები. მარინა მთხოვა დაწეკი საავადმყოფოშია თორე ახლა მე. კარგი, დამამშვიდებელს მოგცემ მაინც ყოველ შემთხვევაში. მოკლედ
დაისვენებ, დაიძინებ და ტკივილები მოგეხსნება. ერთი შეკითხვა მაქვს. აი აქ სხვა ტრავმატოლოგი არავინ არ არის? კი, როგორ არა? იცი ვინ არის? დათო ხელაძე. აი მარინას მოტაცებას რომ უპირებდა. რა ხდება ამ საავადმყოფოში ვერ გავიგე. კარგი. აი ეს დამამშვიდებელი დალიეგია. მეწავალ პაციენტი მელოდება. მოკლედ ხშირ-ხშირად შემოგივლით ხოლმე. არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. მადლობ. ხშირ-ხშირად შემოსვლა არ არის, საჭირო ნუ შეწუხდებით. ეკიმო. კარგი აბა დროებით ლევანი მომიკითხე. აუცილებლად. კი ველაპარაკები ხოლმე, მაგრამ მაინც. მადლობა თაზო, მადლობა. კარგად. დალი ეს დამამშვიდებელი მოდი. იცოდი აქ რომ მუშაობდა? საიდან უნდა მცოდნოდა რომ აქ მუშაობდა? იცოდი რომ რესპუბლიკურში მუშაობდა, მე არამიანში, მე რაღაცა კერძო კლინიკაში იყო, მე ისევ რესპუბლიკურში გადავიდა და ეხლა აქ რომ მუშაობდა, საიდან უნდა მცოდნოდა გამარჯვე ფინანსში. დია. ხوارეჯიანო. ეჯიანო ფარაის. თაზო. უფრო მაგრად უნდა მეცემა მაშინ. დალი ეს დამამშვიდებელი ხო ხედავ გჭირდება. მაშინ ეკიდაგასა. ისე რა არის ხა? რუსეთიდან გამოგზავნილი ფულით მკურნალობს ჩემი ცოლის ყოფილი შეყვარებული. რანაირი ქართველი ვარ ხა მე? გადი ერთი გეხვეწები ექიმს დაუძახე რა. რა, ვაიმე, ცუდად ხო არ ხლაში? არა, პატა, ისე დაუძახე ექიმს. აზრი არა აქვს, ლაშა, მარინამ გია საჭველი მოუტანა და ყველა ექიმი იქ არის შესული. ვაიმე, რა მაგარი რაღაც მოვიფიქრე ახლა. არი, რა ხდება? აქამდე როგორ ვერ მივხვდი? რა ხდება, ლაშა, წარმოვიდგინე. აფთიაქარს გაჭრია თიაქარს. მერე? რა მერე, რამდენი ლექსი შეიძლება ამაზე რომ მოვიფიქრო, ახლა შევხვდები ლაშა. მიდი ერთი გარეთ გადი და იქ მოვიფიქრე. მართალი ხარ ეგრე ჯობია, სიცინარი. აუ დედა ექიმს რა უთხრათ და გაჭრილ მუცელზე სურათი რო გადავიღოს და მე ის რომ ნახო შეიძლება? არა ნიკა არ შეიძლება. ლაშა აბა ერთი მოისმინე აბა ისა რა ქვია ზღვაში მიცურა სობოლი გემი დაგაშლილი აქვს მას იალქანი იალქანს ნეტარა ერითმება აფთიაქარი თუ თიაქარი ექიმი ხო კარგი ექიმი აბა ექიმი და შრამზე რო ვეთამაშო ხოლმე ეგ შეიძლება? ხო კარგი რა შრამზე უნდა მეთამაშო რა შრამზე უნდა მე ნორმალურები ხარ თქვენ საერთოდ ნუ ამჭყლებთ და ნუ მანერვიულებთ აშა ერთი ესეც ნახი აბა ქუჩაში მიდის მსუქანი ბიჭი გამობერილი აქვს თიაქარი ბიჭი კი არა კაცი ყოფილა კაცი კი არა აფთიაქარი არ არის მეთქი ეს ნორმალური მართლა არ არის რა კარგი ხო მივდივარ ექიმი ხო კარგი ისე ამაზე ლექსი რა ექიმს დაუძახე ეხა მომისნე წავა ლექსი კი არა პოემა უნდა დავწერო ამაზე ისეთი მაგალითები წავიდი ესადი ექიმი მარინა რა არის აქ დიდი ხანი მეძინა 2 საათი დაისვენე ხო მე გონი უკეთ ვარ იცი არა უკეთ გია ბავშვი იყო მოსული მე რა ვიცი არ შემოსულა პალატაში ძალიან მეჩქარებაო და გაბარდა შენ და ის არ იყო მოსული ვინ ის თაგვი კი მე შემოიხედა ესე პალატაში დაგინახა რომ გეძინა ოიო არ შეაწუხოთ არ გააღვიძოთო და სხვა დროს მოვალო მართლა მაინც მოვიდა რა რანაირი თაგვია გია ო ისე მერე ფსიქიატრმაც რო გაგსინჯოს არ გინდა რა ფსიქიატრმა მაგნა კაი რა როდის გადამივლის ეს ტკივილები რა ეს შენი თაზმოთო ვიღაცა ოხერი ხო მაგარი ექიმია მომარჩენოს აბა გია ხო ეხლა ისეთ რამეს გეტყვი რომ ეგ მაგნეტის ტკივილი საერთოდ დაგავიწყდება მართლა აბა მითხარი
თაზო, შემოდი. რა ხდება? გია. თამას. გია, მე და თაზომ ვილაპარაკეთ და მოკლედ პირდაპირ გეტყვი, გადავწყვიტეთ რომ ერთად ვიცხოვროთ. მე შენ და თაზო? არა, მარტო მე და თაზო. რა? მაპატიე გია. არა, ასე გამოვიდა. ჩვენ ვილაპარაკეთ. ძველი გრძნობები გაგვახსენდა. გაგვახსენდა. შენ გაჩვენდი ერთი წუთი რა. მარინა. რა შლაპარაკო? 20 წელი ერთად ვიყავით, რა თაზო გადავრიგი? მე 20 წელი რო ერთად ვიყავით. ამდენი ხანი ვიცხოვრე შენთან, გივლიდი, გირეცხავდი, თავს გევლებოდი. ეხლა ამდენი ხნის განმავლობაში თაზოს ცოლი არ მოუყვანია. ეხლა თაზოსთან ვიცხოვრებ, ცოდოა. მოიცადე ხა თქვენ მაგიჟებთ არა თუ რა ხდება გამაგა? არა, მართლა გეუბნები. და საერთოდ მე შენთან ფულის გულისთვის ვიყავი. რომელი ფულის გულისთვის? ფული არც მაქვს და არც ხონი არასოდეს. ხოდა რო არ გაქვს, იმიტომ მივდივარ. მე კარგი სამსახური მაქვს, საკმაოდ მაღალი ანაზღაურება. კეთილები არაფერს არ მოვაკლებ. თაზო. დაგტოვე, მე და ჩემი მეუღლე მარტო თუ შეიძლება. კარგი ბატონო. რანაირი დამამშვიდებელი დამალევინეთ, ვერ ბრაზდები. თაზო დარჩი. გია. მე შენი ცოლი აღარა ვარ. და საერთოდ ამიერიდან მე და თაზო სულ ერთად უნდა ვიყოთ ხოლმე. დარჩი თაზო. თაზო ხარ თუ ვიღაც. რომელი ერთი გითხრა. ისე აზრი თქვი? კი აზრი არ აქვს ნერვიულობას, ვერაფერს ვეღარ შეჭრა. არა, არ მარინა როგორ მიდიხარ სახლიდან? გამაგრე სახლიდან როგორ მიდიხარ? მე არა, შენ მიდიხარ. მე და თაზო ვრჩები. ეხლა სახლიდანაც მაგდებ? კი, მაგრამ სად მიშვებ თან მარტოს? რატო მარტოს ბავშვები და თაგვი შენთან იქნებიან? რიზიკოს მე და მარინა, აი ბავშვებს რანაირად აუხსნიან ყველაფერს. რა ვიცი, Facebook-ზე დავწერ სტატუსად. გია. სხვანაირად შეხედე ამ ყველაფერს. პლუსებიც აქვს. რა პლუსები აქვს ამ ყველაფერს, მარინა, რას მეუბნები? აი დღეიდან ხორციან და ცხიმიან საჭმელს შეჭამ. მე აღარ დაგიშლი, ეხლა ამას უნდა მივხედო. უი მართლა, ნუნუც გავაფრთხილე, შემოგივლის ხოლმე და გაგართობს. კარგი მარინა, წავიდეთ ახლა ჩვენ. პაციენტს სიმშვიდე ჭირდება. მე ხშირად შემოგივლი. აი საღამოს ეგთან იმოვა, ნემს გაგიკეთებს დამამშვიდებელს. არი ნერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, მალე მოგარჩენ. ეს გიჟია, თუ ვინ არის, გამაგებინე. დაწყნარდი, გია. აბა შენიცი, თავს მოუარე. რიზიკოს ნახვა თუ მოგინდება, შაბათ-კვირას აიყვან ხოლმე. კარგად. მარინა. აბა ხვალამდე გია. ვაიმე, საწოდაო გია. შენ აქ წევხარ, ვერ ინძრევი, შენი ცოლი კიდე სხვას მიყვება. ვაიმე, რანაირი ქართველი გია რა. რანაირი ადამიანი ხარ საერთოდ. ვინ არის ახლა? რომელი ხარ? ეს მოხდი შენ. შენი და მარინას ამბავი რომ გავიგე არ მინდოდა მარტო დამეტოვებინე რა. საიდან გაიგე? აი რო ლაპარაკობთ აქვე ვიყავ მილებში. მაინც არ მიმატოვე არა. როგორ ერთგული ხარ? შეიძლება ჩავშო. თაგო. სიზმარი, ეს ყველა სიზმარი. მარინა! სიზმარი ყოფილა! მარინა!
გია? მე მგონი არა, მაგრამ პაატა მითხრა ისეთი ნაცემია შეიძლება ვერ იცნო. ესე თუ მოუხდებოდა ცემა არ მეგონა. აბა. აი თეკლა წამოწავდეთ სირცხვილე სხვისი პალატა წამ. ეს ელენე რა კენი იცი მარინას დაურეკე და ზუსტად კითხე რომელ პალატაში არიან. მე სირცხვილი არ გაიღვიძოს წამოდი. თეკლა ორე სიმპათიური ბიჭი არა. აუ ხო, ნეტა რა ჭირს. ანკეტაში ვნახოთ. მოდი. აი ფეხის მოტეხილობა. თეკლა ეტყობა იჩხუბა. აუ რა სექსუალურია. აი თეკლა წამოწავდეთ მალე ლაშას ოპერაცია დაიწყებ. აი მე რო ვფიქრობ რომ ლაშა მიჩხუბა ისე მეშლება ნერვები ისე მეშლება რომელი საუკუნეა. აბა არა რომელი საუკუნეა მაგრამ. ხოთა რა უკულტურობა. კარგი რა. გამარჯობა. ექიმი ბზანდებით? კი. ექიმები ვართ. კი შემოვლაზე ვართ. ეს გიტარა რა თქინდათ? გიტარა? ისა მე აუდიოლოგი ვარ პროფესიით. გერებით მკურნალობ და ხო, ექსპერიმენტული მეთოდია. გასაგებია. თავს როგორ გრძნობთ? დღეს არ ამიშავს. აჰა, უნდა შეგამოწმოთ. აბა პირი გააღეთ და თქვით თქვენი სახელი. დავით ბაგრატიონი. აი მე თეკლა საიდან მეცნობა? იცით, ჩემს ექიმს ველოდებოდი, აი სურათის გადასაღებად უნდა წავიყვანე დღეს და ჩამეცინა. თქვენ ხომ არ იცით, მალე მოვა? იცით რა, არ ვიცი, მაგრამ პრობლემა არ არის, მე გადაგიღებთ. კი ბატონო. გაიღიმეთ? ერთიც რა, მეორეც. აუ თეკლა მესამეც. აჰა, ესეც ასე მადლობ. ჩვენ პაციენტებში გამიკითხვას ვატარებთ და თუ შეიძლება რამოდენიმე კითხვაზე რო გაგვცეთ პასუხი. თქვენი მობილურის ნომერი. დიახ. მობილურის ნომერი. 577 14 56 97. დავით ბაგრატიონი. დიახ, იცით რა არის, დასაწყისისთვის ჩვენ მოტეხილობის სამკურნალოდ აუცილებელ რაღაცებს ჩავიწერთ, შევამოწმებთ და შემდეგ უკვე გადავალთ დეტალებზე. კარგი. დიახ. რა პროფესიის ბრძანდები? დიახ. მე მუსიკალური პროდიუსერი ვარ. რა, მართლა? და რატომ გაგიგვირდათ? არა, ის კი არ გამიკვირდა, უბრალოდ იცით მე სულ ახლახანს აღმოვაჩინე ჩემ თავში მუსიკალური ნიჭი და ვცდილობ რომ როგორმე კარგი მომღერალი გავხდე. ხო, ბარში მღერის. ხო, ჯერჯერობით. მე რა? თავიდან ჩემმა კრისტიმაც ბარებიდან დაიწყო თავის კარიერა. კრისტი ყიფშიძე. აგილერამ. რა, კრისტინა აგილერას იცნობთ? ხო, აი ბიონსემ გამაცნო ადრე. თქვენი სახელი გენცვალე? თეკლა და ელენე. თეკლა. თეკლა. მე შემიძლია თქვენ მეგა ვარსკვლავად გაქციოთ. ოღონდ იმედია, ხო გამწერენ აქედან. აუცილებლად მოდით ჩემთან სტუდიაში, ან დამირეკეთ. მე თქვენში უკვე ვარსკვლავს ხედავ. ვაი, აუცილებლად დაგიკავშირდებით. გელოდებით. დიახ, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ჩვენ უნდა წავიდეთ. დროებით კარგად. ისა უკაცრავად. ით, კათედერი გამისწორეთ რა. კი, ახლა სანიტარს დაღუძახე. შეიძლება? მომძანეს. როგორ არის? როგორ ჩაიარა ოპერაცია? ოპერაციამ კარგად ჩაიარა. პაციენტის მდგომარეობაც კარგია, ხარის უკვე მალე გაიგრძელებს და შეძლებთ დაელაპარაკოთ.
ოღონდ ერთი რამ უნდა იცოდეთ. რა, ხო ცოცხალია ექიმო. ხა? უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ოპერაციის მსვლელობისას აღმოჩნდა რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც ჩვენ თავიდან ვფიქრობდით. რა მოხდა? ნუ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ეს მოკლედ გეტყვით, ჭიპი გავუქმეთ. რაკეთით? ონფალექტომია გავუკეთეთ, მოგვიხდა ონფალექტომის გაკეთება, ანუ ჭიპი გავუქმეთ, ჭიპი აღარ აქვს. ოდიში რა, ერთხელ კიდე გაიმეორეთ, რაკენით? გავუქმეთ პაციენტს. ანუ უჭიპობიძია მყავს? რაგაცინებ რა? ვერ გაიგიელენე რა თქვა ექიმა გეხვეწებით კიდე გაუმეორეთ რა. თქვენ ძმას ჭიპი გავუქმეთ. ექიმო, ეხა ეს ლაშა ხო არის ის? არა, რა თქმა უნდა, ჯერ არ იცის და ალბათ თქვენ მოგიწევთ ამის თქმა. ოღონდ ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. იცით, მეც ძალიან მეცნება და რო გავიცინო ხო არ გეცინო. ექიმო, ეს რა საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ელენე აქა ხარ? კი, ლაშა, აქა ვარ. რა ექიმა, რა თქვა, როგორ ჩაიარა ოპერაცია? ოპერაციამ ისე კარგად ჩაიარა. თქვენც აქა ხარ? რა გაცინებთ? რა გვაცინებ ბიჭო, რა გვაცინებ და მოცა პატა ესე პირდაპირ მიახლი ელენე მეკრას. რას მომახლით, რა ხდება ელენე? ლაშა დაწყნარდი, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. უბრალოდ ოპერაციის მსვლელობის დროს ექიმები იძულებულები გახდნენ და ერთი ორგანო გაგიუქმეს. რა ორგანო გამიუქა? დაწყნარდი ლაშა, დაწყნარდი შენ რაც იფიქრე, ეგ ორგანო არა. შენ აიცი პატა მე რა ვიფიქრე? ეხა თუ ნორმალური ადამიანი ხარ, ეგ უნდა გეფიქრე ესე და არ ვიცი შენ რა იფიქრე მე. დამანებე თავი, ელენე მითხარი, ხო ყველაფერი პირდაპირ მითხარი მირჩევნი ეს მაშინებს ეს რაღაცა გამოცანები. ლაშა. ელენე. ჭიპია. რას ნიშნავს ჭიპი აღარ მაქვს, აბა რა მაქვს? აბა რა მაქვს ჭიპი თუ აღარ მაქვს? ლაშა ბიძია, მინდორივით გაქვს. მითხარით რომ მე ხუმრებით კაცო რა ჭიპი აღარ მაქვს. რა მოცელი. ჭი აუ დავიღუპე რა. კარგი, ლაშა დაწყნარდი, ნუ ნერვიულობ. ოპერაციას, პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებ და ახალი ჭიპიც გექნება. კი, თან ახლა მაგარი ჭიპის მოდელები გამოვიდა და მაშინ იცი. ჭიპი არა. ხო, ლაშა, ან დროებით ხილი მიიმაგრე. ხო, არა, მე ძალიან მალე ცნობილი მომღერალი გავხდები და დაგეხმარები ფულს მოგცემ ოპერაციისთვის. ასე დღეში ვარ თეკლა და ესე უნდა ეხუბრო მეგობარს, ესე დღეში უნდა ჩამაგდო, ა? ლაშა, მე შენთან მეგობრობა უკვე აღარ მინდა. მე შენში ყოველთვის ჭიპს ვაფასებ. არ მინდა ესეთი მუცელი, არ მინდა, ჩემი ჭიპი მინდა. კარგი, დამშვიდე, ეხლა იცი რა ქენი, ერთი ყური მოიჭერი. ხო და ჭიპის ადგილზე გადაიტანე რა, ხო ხტები? და ზევითაც კარგად გაიგებ, ქვევითაც და თან ამ ხელა ფართი ხარ და ცოტა შეავსე რა რაღაცით რა, ხო ხტები, გადაიტანე და მოიტანე ესე რა. გეხვეწები, შენ მაინც მითხარი რამე დამამშვიდებელი რა. ლაშა, დაგამშვიდო კი არა, უნდა გაგაფრთხილო ლაშა. მოკლე მაისურებით აღარ იარო, თორე ორივე მხრიდან წელი გამოგიჩინა.
მართალია ლაშა ან თუ ძალიან მოკლე მაისურებით ივლიხოთ რაც შეიძლება ტრუსები მაღლა აიწიეს კერდამდე ხო ანუ იმაზე მაღლა ვიდრე გაგხოლმე რა ხო ხტები ხო პატარა ან ლაშაბიძე მეკობრეებს რო უკეთიათ ხოლმე თვალი რო აქვს დახვეული მაგით აიხვიე ღიდი მე გავარეთი ცოტი უნდა გავიდა ჭიპი არა მაგარი ეს ნორმალია კარგი ლაშა დაწყნარდი შენ ამათ ნუსმ კარგია უჭიპობა კარგი აი ლაშა ზაფხულში ჩახვალ ზღვაზე გაივლი პლაჟზე და ყველა შენთან ერთად გადაიღებ სურათს როგორც უჭიპოსთან ლაშა მე თან ფულს გააკეთებ ხო მართალია ლაშა კიდე იცი რა შეგიძლია შენ ხო აფთიაქს ხსნი ხო და დაარქვი ჭიპისი მოდი შემოდის ნელა მოკლედ აი ეს არის უჭიპოლაშა კაი გავამი ჩემთვის ადგომა არ შეიძლება ეს ვარ მინახავს კაი ბეჟან მომისმინე გამოჯამრთელებას გისურვებ ხო და ვასო თუ გამოვიდე კომიდან უთხარი შემოვიდეს ნახოს ეს შენ არ მიდივარ შენ არ მიდივარ კაი კარგით რა ხალხო რა ასეთ დღეში ვარ აი ასეთ დღეში ვარ და იმის მაგივრად რომ გამავხნევოთ მასხრად მიგდებთ რა კარგი ლაშა კარგია უჭიპობა კარგია აბა რა ხლა რა კარგი რაღაც გაგახსენო ადრე გახსოვს ჭიფში მაისურის ბუწუწოები რო გიგროვდება და ხოლმე ხო და ახლა აღარ დაგიგროვდება ისე თუ კიდენ დაგიგროვებ და მოგცემ ოხმე რა წადით ჩემი ცხოვრებიდან დაიკარგეთ საერთოდ წადით კარგი დაშა დაწნადი მე მოვჩი მე აღარ დაგცინებ უკვე მოვჩი მე მაგრამ ისე მეგობრულად ერთ რაღაცას გეტყვი მაინც თუ შენთვის უჭიპობა აუტანელი გახდა ხო მე დამირეკე ხოლმე მოვა ჩემ ჭიფს გაჩვენებ და წავალ ამის ჭიპი გადააგდეს თუ ბანკაში უდევ სადმე კარგი პატა რაში გაინტერესებს რაში მაინტერესებს და მივიმაგრებ მეორე ჭიპს მეორე მექნება ამას არც ერთი გამანებეთ მეთქი თავი წადით დამტოვეთ მარტო კარგი ლაშა ხმას აღარ ამოვიღებთ ხო გადით კარგი ხო ვერ გაიგე რა თქვა ადამიანმა ჭიპიანები გადუა თუ ჭიპოები რჩებიან წამოდი ხა საქმე მაინც არ გვაქვს და კომიანი ვასო უნდა გაჩვენოთ ეს გვერდზე შენ წამოდი გაიწავედით არა ისე რა ეკაცო ეს უჭიპობა არა თითქოს აი არაფერი არ შეცვლილა თანამავდროულად ყველაფერი შეიცვალა ჭიპი აღარა მაგაც ჭიპი რა გამოდის ერთი დიდი ლოყა მაქვს რა ერთი კი არა 2 4 5 ლოყა გამო ლოყები მათ აქტიურად გამარჯობა ისე უკაცრავად პალატას შემეშალა თუ გაწერეთ უკვე დათო ბაგრატიონი ვინ? დავით ბაგრატიონი სიმპათიური ბიჭი ფეხის მოტეხილობით იქ რომ იწვა გიჟის სოსოზე ამბობთ? სოსო გავწერეთ დავაბრუნეთ ფსიქიატრიულში და ახლა იქ გააგრძელებს ფეხის მკურნალობას. არა, სოსო არ ვიცი, მე გესაუბრებით დავით ბაგრატიონზე, მუსიკალურ პროდიუსერზე. ამჯერად მუსიკალური პროდიუსერი იყო? ციტაში საქმე სოსო უკვე 5 წელია, რაც ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობს. და ამას წინათ ეგონა რომ ფრენა შეეძლო და ფეხი მოიტეხა მეორე სართულიდან რომ გადმოხდა მაშინ. საერთოდ აი ესეთი რაღაცები ემართება ხოლმე. ამ ბიჭს არა რა კარგი ბიჭია რა. ეხლა გავგიჟდები. თქვენც? მარინა. სად არის მარინა? მარინა, სად ხარ? აქ ორგია. ესე იგი არ წახვედი? სად? როგორ გამიხარდა? რატო გემართა გია? არაფერი, რაღაც სისულელი დამესიზმა და
და კარგი, აქ რომ ხარ. გია. არ მინდოდა რომ ასე გაგეგო ყველაფერი. რა. მაპატიე გია. რა. მარინა. 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 გია, გაიღვიძე. აქ ვარ, გაიღვიძე. ვაიმე. ვიცა, აქ ხარ შენ? ხო, აქ ვარ, აბასად ვიქნები. ვიცა, შენ და ის თამაზი. რა მე და თამაზი? ვიცა, ეხლა მართლა გავიღვიძე? გია, მართლა გაიღვიძე, რა გჭირს? არა, უნდა გადავალოწმო. მიჩმიდე. რა ვქნა? მიჩმიდე. ვაიმე, მეთქინა. რა შენ თვითონ მითხარი და. ესე იგი მართლა გავიღვიძე რა? ო, მართლა გაიღვიძე, გია. მარინა. პირდაპირ მითხარი. ისევ მე გიყვარ ვარ? გია, რა გჭირს? მითხარი. ვაიმე, ისევ შენ მიყვარხარ, აბა, ვინ უნდა მიყვარდეს? მადი გაგვა. სოფი, მოკლედ რომ გითხარით, ბარი გაიხსნა მეთქი, იქ შეიძლება საღამოობით ვიმღერო ხოლმე. ის შემხდა ლიფტში. თამი? მე რა. ისე მართლა თავდაჭერილი ყოფილა, ხო იცი? გეუბნები და სხვანაირი ვიღაცა, გეუბნები. ახლა შემოგთავაზე. ოე! ვერ გავიგე. ოე! რა ოეს შუაგი? ამაგე. მოტრებ. ერთი აგეთ მომხედე რა. რა პიჭა? ღვიძლი მტკივა რა, ღვიძლი აქ. მან რა უნდა ღვიძლს, ლაშა. ხო და აქ რო არ უნდა და აქ რომ აქ მაგიტომ მტკივა. შენ მომისმინე ისე რატო ვტკივა ეგრე რატო ხარ? იმიტომ რომ არასწორი სტრატეგია ქონა შერჩეული, გაიგე? რო დადექი და რო იქერა ხელს უაზრო. ოტა მისხე რა გჭირს ბიჭო, ჰა? გაიგე შენ ისი ბრალია? ბოლო მაგას თავი განები ამ სიმძიმე ხარ და ადექი და უნდა გექნა ის უნდა გაგორებულიყავი იატაკზე და 5 კაც მაინც გასრესდი, აბა? უაზროდ რო იქერები მაგ ხელს. მე თავი ვტკივა საშინლად. შენ თავში მოგარტყეს გია? არა, გუშინ ხო აურიე ლუდი და არაყი ერთმანეთში და. არა გია, მაგის ბრალი, შენ მარტო ლუდი და არაყი არ აგევიდე ერთმანეთში. იქ ერთ მომენტში ჩხუბის დრო შეგეშალა და ლაშას უკნან კეფა შეგლიჯე მუშტი შემთხვევით, აბა? ხო, აბა. შენ არა ხარ ნაცემი ამდენს რო ჭიკჭიკებ, ჰა? რას როგორ არა ვარ, ნაცემი ვარ, აბა, როგორ არა ვარ ნაცემი. მე ზაფერი არ გეტყობა და. გია, ეგ იმიტომ რომ ექიმმა მითხრა რომ ფარულის სისხლჩაქცევები გაქვს შენო და ესე არ ჩანს ხდები და სხვათა შორის იმაზე უარესი ყოფილა ვიდრე თქვენ ჭირთ ახლა, აბა? სიმართლე გითხრა ჩხუბის დრო შენ ვესაც ვერ შეგამჩნია. გია, კარგი ახლა რა, ეგ იმიტომ რომ მე ისე სწრაფად მოძრაობდი რომ შეუიარაღებელი თვალი ცოტა ძნელი იყო ჩემი შემჩნევა ხდები რას ვიცახი? აბა, რას კი არ შეგიმჩნევი ხარ, რომ ავდექი ვერ დაინახე და რომ მივცხე ერთი ფეხი ერთს, ხა? მე მეორეს რომ მეორე მივცხე. მე ეს ხელი მესამეს რომ მივცხე და ეს მეოთხეს რომ მივცხე. რას კი ვერ დამინახეთ, ჰა? ბატა. აი, სულ სამნი იყვნენ. ხო. არა, ლაშა, ეგ სამნი გასაგებია, მაგრამ აი რომელიც ყველაზე მძიმეთ იყო, ხო ხტები იმას მოხდა ორჯერ რა. ხტები რა. ხო, მე სხვათა შორის რო ჩხუბობდი, მაგრამ ხო ჩხუბობ და მე უსფათ უკნა ვინმე ხო არ გვეპარებეთ,
რო ავხტი ესე ჰაერში ხო გავჩერდი არა მივიხედე მოვიხედე არავინ არ იყო დავეშვი ისევ და გავაძელი ჩხილი აბა ეს ამდენი ხანი ჰაერში იყავი? ლაშა მე მსუბუქი ვარ ლაშა მსუბუქი არა ხარ შენ ნორმალური მსუბუქი კი არა ნორმალური არა ხარ შენ არა ისე გია ჩვენ ხო კარგად გჟეჟეს მაგრამ იმათაც კარგად მოხვდათ ის აბა რა გინდოდათ ისე რას ერჩოდით იმ ზორბატებს საწყაი თქვენს გამო სულ ხელის თითები ქონა დასიებული ადამიანს რა გინდა ადამიანი იქნებს ხელებს ხო რას უშვერ ამ სახეს გაიწიე იქით ისე სიმართლე გითხრა მე